ჩვენი სასაუბრო თემის მეორე საკითხი ეხება შუამდინარეთს, კერძოდ ურუქს. ურუქი მსოფლიოს უძველესი ქალაქი იყო და ძველი წელთაღრიცხვით მე-4,000 წლების შუახანებში თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე სამხრეთ მესოპოტამიაში, შუამდინარეთში, მდინარეების ეუფრატსა და ტიგროს შორის არსებული ნაყოფიერ მიწებზე ჩამოყალიბდა და სწორედ აქ შუამდინარულმა საზოგადოებამ დაიწყო მიწათმოქმედების, მეცხოველეობის, ხელოსნობისა და ვაჭრობის განვითარება. აქ წარმოიშვა ქალაქი ურუქი, რომელსაც გარშემო სქელი გალავანი ერტყა. ლიტერატურული გადმოცემით ქალაქის კედლები ურუქის მეფე გილგამეშის ბრძანებით აშენდა. ძველი წელთაღრიცხვით 21 საუკუნეში. აქ ცხოვრობდა ძველი შუამდინარეთის მოსახლეობა, რომელიც შუმერულ ენაზე ლაპარაკობდა. ქალაქის იერარქიის სათავეში იდგა როგორც საერო მმართველები, წიგნობრები და მცველები, ისე სასულიერო პირები, ქურუმები. მათ მოვალეობაში შედიოდა საზოგადოების ერთიანობა და შრომისა და ანგარიშტორების გადანაწილება. ურუქის ქალაქ-სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის საჭირო იყო სამი ძირითადი ასპექტი. პირველი, ადმინისტრაციული, მეორე ის იყო სამხედრო თავდაცვა, მესამე ის იყო რელიგიური ავტორიტეტი. ადმინისტრაცია ზრუნავდა ქალაქ-სახელმწიფოს ეკონომიკაზე, სოფლების მიერ ქალაქის სურსათის მომარაგებაზე, საჭირო ნედლეულის მოპოვებაზე, ასევე განსაზღვრავდა ცხოვრებთა შორის ქონების განაწილებას, მართავდა სახელმწიფოს მიწებს, იწვევდა მშენებლებს, არხების, ტაძრებისა და გალავნების ასაშენებლად და ასე შემდეგ. ქალაქში დაგროვებული სიმდიდრის დასაცავად შეიქმნა ჯარი, რომელიც როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნითაც იცავდა წესრიგს. სახელმწიფოს ეს სამი ფუნქცია კი ერთიანდებოდა ერთ ხელისუფალში, თემის მეთაურში ანუ მეფეში, რომელიც ქალაქს ღვთაების სახელით მართავდა. ამ პერიოდში ჯერ არ არსებობდა სამეფო რეზიდენცია და ძალაუფლების სიმბოლოს მხოლოდ წარმოადგენდა ბორცზე მდგარი დიდი ტაძარი, რომელსაც სხვადასხვა ისტორიულ წყაროებში ზიკურათის სახელით ვიცნობთ და აი ამ ზიკურათს გარშემო სხვადასხვა დანიშნულების ადმინისტრაციული შენობები ერტყა გარს. აქ მეფე რელიგიურ რიტუალებს ასრულებდა და მოსახლეობას ხვდებოდა. ტაძრის უზარმაზარი ზომები, ბრწყინვალება და ეს სიმდიდრე მას ქალაქის სხვა შენობებისგან რასაკვირველია გამოყოფ. შუმერული ქალაქები ძველი წელთაღრიცხვით 3000 წლიდან მესოპოტამიაში ურუქის სიახლოვეს ერთნაირი ზომისა და სტატუსის ახალ ქალაქ-სახელმწიფოები, როგორებიც იყვნენ ური, ერიდუ, ლაგაში, უმა, ადაბი, შურუფაქი, ნიფური, ქიში, ეშნუნი, აშური და მარი, ეს ყველა შუამდინარეთში დაარსდა. ისინი ერთმანეთისგან დაახლოებით 30 კილომეტრით იყვნენ დაშორებულნი. ამ პერიოდში მესოპოტამიაში ერთ სივრცეში უკვე სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ხალხი ცხოვრობდა. სამხრეთი იყო შუმერებით დასახლებული და ჩრდილოეთში ცხოვრობდნენ ძირითადად სემიტები. ყოველ ქალაქს თავისი მფარველი ღვთაება ჰყავდა, რომელსაც თაყვანს სცემდნენ ქალაქის მთავარ ტაძარში, ანუსა და ინინანას თაყვანს სცემდნენ ურუქში, მაგალითად ენლილს თაყვანს სცემდნენ ნიფურში, ენქის ერიდუში და საინტერესოა რომ ღვთაებები ერთმანეთს ენათესავებოდნენ და შესაბამისად ერთი წარმომავლობა ჰქონდათ. ქალაქების მმართველთა სტატუსი განსხვავებული იყო, მაგალითად ურუქს განაგებდა ენი, მთავარი ქურუმი, ლაგარს განაგებდა ენსი, ღვთაების ქონების მმართველი, ხოლო ურსა და ქიშს მართავდა ლუგალი, ანუ მეფე, ანუ დიდი კაცი, რაც ხაზს უსვამდა მმართველის ადამიანურ თვისებებს. შესაბამისად, უფრო ძლევამოსილი მეფეები, რომლებსაც დიდი ძალაუფლება ჰქონდათ, მაგალითად ლუგალის ტიტულით, ასე ვიცნობთ. ქალაქის მმართველები ღვთაებების მიერ ინიშნებოდნენ. აღსანიშნავია ქალაქ ურის ერთ-ერთი გამორჩეული მმართველის ურნამუს, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით 22 საუკუნეში მოღვაწეობდა, მისი საქმიანობა განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომელიც ძირითადად ტაძრების მშენებლობითა და არხების გაყვანით იყო დაკავებული. მან ქალაქ ურში ააგო დიდი ზომის ზიკურათი, რომელმაც დღემდე მოაღწია. ურნამუმ შექმნა ასევე სოფლიოში უძველესი კანონთა კრებული, სადაც დაადგინა მოცულობისა, ანუ სილა და წონის, ანუ მინა და შეკელის ზომები, სასჯელი და საფასური სხვადასხვა დანაშაულის შემთხვევაში და ამის გამო მისი კანონები მიიჩნევა უძველეს კანონებად. ვინაიდან იგი წინ უსწრებდა სხვა ძველ აღმოსავლურ, მაგალითად ეშნუნას, ხამურაბისა და სხვა კანონებს, ამიტომ ის პირველ კანონად შეიძლება მოვიაზროთ. ამ პერიოდში მესოპოტამიის ქალაქებში მეტად განვითარდა მწერლობის კულტურა, ცოდნის გადაცემა ხდებოდა მწიგნობართა სკოლაში, მაგალითად ედუბა ერთ-ერთი ფირფიტების სკოლა, სახლი იყო, თავარი მწიგნობრის უმმიას მეთვალყურეობით იყო დაარსებული და შექმნილი და მწიგნობრები მოსწავლეებს ლურსმულ ნიშნებს და დამწერლობას ასწავლიდნენ, რათა
მათ ინფორმაცია ისე მიიღოთ და ასე ვთქვათ, შეესწავლათ, რომ შემდგომში უკვე პრაქტიკულად ესენი ყველაფერი გამოიყენებინათ. რაც შეეხება აქაც, ამას უკვე შემდგომ ჩართვაში შემოგთავაზებთ. თუ მოგეწონა ვიდეო, აუცილებლად გააზიარე, ხოლო თუ ჩემთან პირადად გნებავთ მომზადება, აუცილებლად მომწერეთ ინბოქსში. ეს თემა გახლავთ ასევე სააბიტურიენტო საკითხი, რომელიც ძალიან კარგად უნდა დაიმახსოვრა.